კარგი შეტევა, როგორც ხედავთ, სპაერის მშვენიერი ეპიზოდი შეიძლება შეიქმნას. მარჯვნივარის პასი საჭირო რაჭკვიანური გადაცემა და საბოლოოდ მეკარე კარგად გაერკვა სიტუაციაში. ეროვნულ ლიგაში აღზევება. გულმა თავისი ისტორია უკვე დაწერა, აქ ცირდავა, კარგი მომენტია, შეიძლება დარტყმა რიკოშეტი და გადარჩა ამ ეპიზოდში მეშახტე. ხედავთ. ყიბულელთათვის კარგი ის არის ნამდვილად, რომ ბურთი აცდა კარს. ცირდავას დარტყმა. ჩაწოდება საჯარიმოში და გადარჩა ამ ეპიზოდში მეშახტე გაშვებულ გოლს რა გაუმართლათ ყიბულელებს უნდა აღვნიშნოთ აი ჩაწოდება პაპუაშვილი იგერიებდა ამბურს და მეშახტესთვის კარგი საღმოჩნდა რომ პირდაპირ ხელებში მიუვიდა აი კარგი მომენტი აქვს ახლა უკვე სპაერს ნახოთ რა მოხდება და შოუნაძე შესანიშნავად ითამაშა ერთ-ერთზე გადიოდა იქ ცველიც ვეღარ გაყვა და შოუნაძე საკმაოდ რისკიანი თამაში, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი გააკეთა მართლაც იდეალურად ამ ეპიზოდში ლევან შოუნაძემ. აი ნახეთ, ითამაშა ბურთზე. ჩაწოდება საჯარიმოში და შოუნაძე გადაარჩინა თავისი გუნდი. თუმცა ბრწყინვალედ ითამაშა ტყიბულელთა გოლკიპერმა და თავისი გუნდი იხსნა გოლისგან, გამოსული იყო კარიდან და მოასწრო მერე უკვე რეაგირება ლევან შოუნაძემ. წავიდა სამხარაძე კუთხურის ჩამოსაწოდებლად. მოში გამოიტანა პირტახიამ პიროგოვი დარტყმა და კარგი მომენტი იყო ნამდვილად და გადარჩა ამ ეპიზოდში სპაერი. იგი ეპიზოდი გაცვალეს მეკარეებმა, აქ კიდევ ერთხელ ეს სიხარულიძემ ვარდნაში დაარტყა და ბუხუთი ფუტკარაძემ გადაარჩინა სპაერი. და მანამდე ლევან შოუნაძის მოგერიება უნდა გავიხსენოთ, როცა მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა შოუნაძემ. წოდება შოუნაძე ბურთი კარისკენ წავიდა და ლევან შოუნაძემ ისევ ყურადღებით ითამაშა და გადაარჩინა თავისი გუნდი. ალბათ პასი არა. მატენჯვას პასი გავიდა ეს გადაცემა გრძელდება შეტევა ისევ შოუნაძე. აქ საბოლოოდ ბურთი რჩება ლევან შოუნაძეს. ნეხტიევი მიიღო ბურთი, პასიც გააკეთა სიხარულიძე. პასი მათე ლუბიანი გაუშვა პირდაპირ კარში და ისევ ლევან შოუნაძე. 10 ქულით არის პირველ ადგილზე და მომდევნო ტურში უმასპინძლებს რუსთავს. ვაკო ყიფიანი მუშაობდით თქვენთვის რეპორტაჟზე. მადლობა გადამღებ ჯგუფს.